ძალიან მძიმე საყურებელია აი ასეთ მდგომარეობაში ჯვრის მონასტერი და იშლება ფაქტობრივად გვერდებზე ეტყობა. ხლა ამ გვერდზე თქვენ ხედავთ ასევე ვანდალური აქტის ნაკვალევსაც არის წარწერები და ხედავთ როგორ იფშუნება და კედლებიდან ეს ქვები როგორ ცვივა და ნელ-ნელა ფაქტობრივად შეჭმულია ეს მთელი გვერდი. აი ზემოთ მაგალითად იმას ხელი რო დაადო ეხლავე აი ჩამოიფშუნება და ჩამოვარდება. ესე არის ჩამოშლილი ეს გვერდები უკვე დაწყებული აქვს დაშლა და იმას ეხლა თითი რო დაადოს ადამიანი იქ ხო ჩამოიშლება. ცხადია თითის დადების გარეშეც რაღაც დროში უკვე ჩამოვარდება ისევე როგორც აი აქითა მხარეა ჩამოვარდნილია შეხედე ხო? ეს ქვები უკვე ჩამოცვენილია. გარდა იმისა რომ გრევის პირას არის ხედავთ რომ ტურისტები დადიან, მაგრამ ელემენტარული პირობები არ არის რომ არ ვიცი კიბე მაინც გააკეთონ რომ ადამიანები რომ დამთვალიერებელი რომელიც მოდის იმის საშუალება მაინც გქონდეს ადამიანს რომ უბრალოდ რა ვიცი კისერი არ მოიტეხოს. ხელისუფლებას რომელსაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ქრისტეს სიყვარულზე, იდენტობაზე, საქართველოს ისტორიაზე, როგორ შეიძლება რომ აი მაგალითად ჯვრის მონასტერი იყოს ამ მდგომარეობაში. ჯვრის მონასტერთან დაკავშირებითაც 2023 წელს მე ვთავაზობდი ხელისუფლებას ასე ვთქვათ დახმარებას უცხოელი სპეციალისტებით, რომლებსაც ჩვენივე ხარჯებით ცხადია ჩამოვიყვანდი. თავაზობ დახმარებას პროფესიონალების შართვას და თუ საჭიროა ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას. 2025 წელს კიდევ აი ეს მძიმე პრობლემებია ჯვრის მონასტერში.